Iran is isolated. ირანი დღეს იზოლირებულია და ეს იზოლაცია იმიტომ მოხდა, რომ ისრაელმა ის ჯგუფები, რომლებსაც ირანი მხარს უჭერდა, სათითაოდ გაანეიტრალა. ფიქრობ, ისრაელის გათვლები სწორედ ამგვარი სტრატეგიული მოთმინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. როგორც კარგად გვახსოვს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 2024 წლის გაზაფხულზევე გაზარდა ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე, რათა მას ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კი ბევრად უფრო ადრე, ფაქტობრივად პირდაპირ 7 ოქტომბრის შემდეგ მოითხოვდა ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას. ჩემი აზრით, ნეთანიაჰუს სწორედ მოიქცა, როცა თითოეული ნაბიჯი სიზუსტით და დროულად გადადგა. ჯერ ჰამასისგან მიმდინარე საფრთხე გაანეიტრალა, შემდეგ ჰეზბოლაზე მიიტანა დარტყმა და ის კონფლიქტიდან ფაქტობრივად გამოთიშა. ამის შემდეგ შექმნა საჰაერო უპირატესობის კორიდორი სირიისსაში, ასადის რეჟიმის კოლაფსის შემდეგ. და ბოლოს დაარტყა ირანს. ჰეზბოლა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უმოწყალოდ გვიტევდა. ჩვენ კი უკიდურესად შეზღუდული რეაქციით პასუხობდით. 2024 წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც არ გვიპასუხია. მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი მოითხოვდა, მაგრამ ირანზე თავდასხმისთვის ახლა იყო ყველაზე სწორი დრო, როცა ის სრულად იყო საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე იზოლირებული. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შეირჩა ეს დრო. ეს იყო რამდენიმე პროცესის გადაკვეთის წერტილი. ისრაელის დაზვერვამ დაადგინა, რომ ირანი აქტიურად მიიწევდა ბირთვული ბომბის შექმნისკენ. ამავდროულად ირანი მოწყვეტილი იყო თავის პროქსი ძალებს. ამ ორი ფაქტორის ერთდროულმა შეჯერებამ განაპირობა ისრაელის გადაწყვეტილება ემოქმედა იმ ზუსტად შერჩეულ მომენტში, როცა ამისთვის სტრატეგიული და ტაქტიკური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყო. To hit in the time it did.